რა მიიღო და რა დათმო საქართველოს აზერბაიჯანთან გაფორმებული ახალი შეთანხმებები. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ირაკლი ყობახიძის თქმით, წლების მანძილზე გაჩერებული ბაქო-სუფსის მილსადენის ამოქმედებით საქართველოს ყოველწლიურად ათეულობით მილიონ შემოსავალს მიიღებს. საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი გააქტიურდა, თუკი შარშან ამ ქვეყანაში ერთი ავტომობილის გაყვანა ფიქსირდებოდა, წელს ექსპორტზე 16,5 მილიონი დოლარის 825 ავტომობილი გავიდა. საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია თბილისის ცენტრალის განახლებაში 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. ავიაკომპანია China Southern Airlines ურუმჩის გავლით პეკინი-თბილისის ავიარეისებს იწყებს. შედეგად ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია Air China და China Southern Airlines მოემსახურება. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს-მედია სააგენტო. მე მუსაშუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. შეთანხმება საქართველოსთვის იდეალურია, ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი ყობახიძე BMG-ს კითხვას იმ დეტალების დაზუსტებაზე, თუ რა დათმო და რა მიიღო საქართველოს აზერბაიჯანთან გაფორმებული ახალი შეთანხმებებით. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ დეტალები კომერციული საიდუმლოა, თუმცა ახალი 20 წლიანი შეთანხმებით ქვეყანა შეძლებს გაზის არსებული ტარიფები შეინარჩუნოს. კომერციული საიდუმლოების მიზეზით მთავრობა არც ელექტროენერგიის იმპორტ ტრანზიტის და არც ბაქო-სუფსის მილსადენის შეთანხმებების დეტალებზე საუბრობს. რა არის ცნობილი ახალ კონტრაქტებზე და როგორია ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების შეფასებები. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს. ეკა მოგესალმები და გისმენთ. მოგესალმები. ნუ სამთავრობა არ აკონკრეტებს, რა პირობებით განახლდა აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის მოწოდების 20 წლიანი კონტრაქტი, რომელსაც ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა. უცნობია რა ფასად მიიღებს საქართველოს ეგრეთ დამატებითი გაზის მოცულობებს, შენარჩუნდა თუ არა მისი მოცულობა ისევ 500 მილიონ კუბურ მეტრზე. ირაკლი ყობახიძე კონკრეტიკისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ კონტრაქტი იდეალურია და არის სათანადო ფასი და სათანადო მოცულობა, რაც საქართველოსთვის მისაღებია. ამ დრომდე საქართველოს დამატებითი გაზის სახით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებდა, რაც საქართველოს მოხმარების 17-18%-ია. ხელშეკრულების დეტალების გასაიდუმლოების ფონზე ენერგეტიკოსებს უჭერთ შეფასება, რა გავლენა ექნება ახალ შეთანხმებას ქვეყნის ენერგეტიკაზე, თუმცა მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ მოწოდების ღირებულება კომერციულ ფასებზე დაბალი და ძველნიშნულთან ახლოს იქნება. ეს კი ქვეყანას საშუალებას მისცემს გაზის ფასი დაასტაბილუროს, რაც ასევე პირდაპირ აისახება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზეც, რადგან თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული დენი საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვან წილს ფარავს. საუბარია, რომ რაოდენობა არ შემცირებულა და ფასებიც არ არის გაქცეული ისეთაერად, რომ რაღაც კომერციულ ფასებს მივახოლოდეს. ასე რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი წლის განმავლობაში, მეტნაკლებად სადღაც ყოფილი ფასების სიახლოვეს. ან მასე მეტი, ან მასე ნაკლები. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს არ ვიცით. ეს ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავს, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს ჩვენი გაზის სისტემის საიმედოობას, გაზზე ტარიფებს და გაზის ტარიფი ეს ნიშნავს, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიაზე უკვე შეიძლება სტაბილურად ვიფიქროთ. ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია ხელშეკრულებების დეტალების დამოკიდება, მათ შორის მოცულობებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა იქნება უზრუნველყოფილი არა მხოლოდ სათანადო ფასით, არამედ სათანადო მოცულობებითაც, რაც არის ამ ხელშეკრულებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. საქართველოს მიიღო იდეალური პირობები, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ამ შეთანხმებების გათვალისწინებით ჩვენ შევძლებთ არსებული ტარიფების შენარჩუნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბაქო-სუფსის მილსადენია, რომლითაც უკვე 3 წელია ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერებულია. ახალი შეთანხმებით ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერატორი აზერბაიჯანული მხარე იქნება. მილსადენის ამოქმედებით კი ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს. ასეთია ირაკლი ყობახიძის განცხადება, მათ შორის იგეგმება მილსადენით ყაზახური ნავთობის გატარებაც. ენერგეტიკოსების შეფასებით ამ მილსადენის უმოქმედობით ქვეყანამ საკმაოდ იზარალა. გაჩერებული მილსადენი საქართველოს სატრანზიტო იმიჯსაც აზიანებდა. მისი მუშაობის აღდგენა კი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, მათ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მიმართულებითაც.
მე მიკვირდა რომ ბაქოს სუფსაზე ამდენ ხანს იყო გაჩერებული ეს ამბავი ძალიან მიკვირდა ამ ვითარებაში როდესაც ნავთობზე ესეთი ამბავია და როგორც იქნა ეგეც გადაწყდა ბაქოს სუფსის დატვირთვა იმაზე მიუთითებს რომ ყაზახეთიდან დამატებით რესურსების გადმოტვირთვის შესაძლებლობა გაჩნდა იმიტომ რომ ეს პრობლემა იყო ყაზახეთიდან ნავთობის გადმოტვირთვა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ტანკერები იყო პრობლემა იქ თავთხელი არის ჩრდილოეთ ნაწილში კასპიის ბევრი პრობლემა იყო კასპიაზე და ეს ამბავი რომ მოგვერდა ძალიან კარგია. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებულ შეთანხმებას, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდების და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზეც 20-წლიანი მთავრობათა შორისი შეთანხმება გაფორმდა. ენერგეტიკოსების აზრით, აზერბაიჯანული ენერგიის თურქეთსა და ევროპაში გატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო და ენერგეტიკული სტაბილურობის გარანტია იქნება. აზერბაიჯანს ელექტროენერგიის საკმაოდ ჭარბი რაოდენობა აქვს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რომლის იმპორტი თურქეთში სწორედ საქართველოს გავლით ხორციელდება და ახლა სფეროს სპეციალისტები განსაკუთრებული იმედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ამყარებენ, რომელმაც აზერბაიჯანული ელექტროენერგია ევროპაში უნდა გაიტანოს და რეგიონის ენერგეტიკული რუკაც გარკვეულწილად შეცვალოს. ეს ტრანზიტი ჩვენ ის კიდე ერთხელ მოგცემს შემოსავლებს, როდესაც ტრანზიტი გაიმართება. აზერბაიჯანს აქვს საკმაოდ სერიოზული ელექტრული ენერგიის ჭარბი რაოდენობა, განსაკუთრებით პროცესის განახლებადი ენერგიის ხარჯებს მაქსიმალურად აამუშავებს ქარის ელექტროსადგურებს, აბზის ელექტროსადგურებს და მას გასასვლელი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გავლით თურქეთში, ასე რომ გაიზრდება ტრანზიტი, გაიზრდება შემოსავალი. მნიშვნელოვანია მეორე ვარიანტი, რომ დღეს ხვალდაზე არ იქნება, მაგრამ როდესაც შავი ზღვის კაბელი ამუშავდება, ამ შემთხვევაშიაც აზერბაიჯანთან საკმაოდ დიდი რაოდენობის ენერგიის შემოტანა დაგჭირდება ჩვენ ტრანზიტით, რომ ამ კაბელის საშუალებით ევროპაში გადაეცემოს. ესე იგი, აი აქაც რაღაც დოკუმენტი, რაღაც ჩარჩოში მოიქცა აი ეს საკითხები და ძალიან კარგია, რომ გვაქვს რაღაც მყარი 20-წლიანი ხელშეკრულება ერთზეც და მეორედ. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტები და მათი პირობები სრულად გასაიდუმლოებულია კომერციული საიდუმლოების მოტივით. ჩვენ არ ვიცით რეალურად რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები. ენერგეტიკოსების ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს იმასაც, რომ ეს კონტრაქტები უნდა გასაჯაროვდეს და მათი საიდუმლოებად მიჩნევის წინაპირობები არ არსებობს. მათი ნაწილი სვამს კითხვას, რატომ არის ეს კონტრაქტები კომერციული საიდუმლო და რატომ არ იყო კომერციული საიდუმლო მაგალითად BIP-ის ხელშეკრულება, რომელიც ახლაც საჯაროა და სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან გაზის მიღების საკითხებს ეხება უფრო ცალად. ამ საკითხებზე დღეს 19 საათიან გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა ეს გაზდელიანი იყო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. იანვარ-აპრილში საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 4,682%-ით გაიზარდა და ქვეყანამ ამ საქონლის გაყიდვით 313 მილიონ 150,000 დოლარის შემოსავალი მიიღო. ამგვარად საქართველოს მთავარი ადგილობრივად წარმოებული საექსპორტო საქონელი სწორედ ნავთობპროდუქტებია, რომელმაც ადგილობრივი საქონლის ექსპორტში 20,2%-იანი წილით პირველი ადგილი უჭირავს. მთლიან ექსპორტში კი ნავთობპროდუქტებზე 13,3%-იანი წილი მოდის. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ბოლო კვარტალში გააქტიურდა, კერძოდ ნოემბერში ის 30,1 მილიონ დოლარს, დეკემბერში კი 31,9 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ყულევში ბლექსი პეტროლიუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას ემთხვევა. წელს 4 თვის ოფიციალური მონაცემებით კი საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტები 23 ქვეყანაში იყიდება. მთავარი ექსპორტიორი კი დასავლეთ აფრიკის მცირე სახელმწიფო ტოგოა, სადაც 4 თვეში 96,8 მილიონი დოლარის ღირებულების 105,000 ტონა პროდუქცია გავიდა. ასევე საექსპორტო ბაზრებს შორისაა თურქეთი, ჩინეთი, ლიბია, მალტა. საქართველოს მთავრობის მიერ ავტომობილების განბაჟებაზე ტარიფების მკვეთრი ზრდის ფონზე კი საქართველოში მანქანების იმპორტ-ექსპორტი მცირდება. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მიმდინარე წლის 4 თვეში 217 მილიონი დოლარით, ანუ 29%-ით 527 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ავტოიმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ სექტორი ვარდნას განიცდის, გაყიდვები მკვეთრად ეცემა. ქვეყანა კი ეგრეთ წოდებული ჰაბის ფუნქციას კარგავს. რა ტენდენციებით განვითარდა ბოლო თვეებში ბაზარზე, რასაც ჩვენებს ოფიციალური რიცხვები და რაც ამბობენ თავად ავტოიმპორტიორები. ელენე გოგბერაშვილი გვერდება შეფასებით პირდაპირ ეთერში. ელენე, მოგესალმებით, გისმენთ.
მოგესალმებით, ნუცა 6 წლამდე და 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების ტარიფების რადიკალურმა ზრდამ ავტოდილერებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ავტოიმპორტერების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით შემცირდა. ის რომ რეექსპორტის სექტორის სერიოზულ ბარდნას განიცდის, ეს ერთის მხრივ განბაჟების ტარიფების ცვლილებასთან, მეორეს მხრივ კი ძირითადი საექსპორტო ბაზრების, ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის მხრიდან საქართველოზე დამოკიდებულების შემცირებას უკავშირდება. როგორც კარმარკის დირექტორი ამბობს, აღნიშნულმა ქვეყნებმა თავად დაიწყეს პირდაპირ ოფისების გახსნა ამერიკასა და ევროპაში და საქართველოს გვერდის სავლით ახორციელებენ შესყიდვებს. არსებული კრიზისის ფონზე კი ქართული ავტოიმპორტერები ცდილობენ ბიზნეს მოდელის შეცვალონ და აქცენტი ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე გადაიტანონ. ორივე მიმართულება რო ავიღოთ, დილერებიც და ფიზიკური პირებიც, სადაც 60%-იანი ყრება გვაქვს საერთო ჯამში გაყიდვების. ძალიან სერიოზული ვარდა გვაქვს გაყიდვების. და ეს არა მხოლოდ მე მაქვს კომუნიკაცია ჩემ კონკურენტებთან და იმათაც ანალოგიური მდგომარეობა აქვთ. ჰაბის ფუნქციას ფაქტობრივად კარგად. ბაზრობაზე რო გახვიდეთ, ცარიელია ბაზრობა, შეიძლება ესე ითქვას. მომსახურების სააგენტოში რიგები რო იყო და წინასწარ რო ვეწერებოდით ხოლმე ვთქვათ, გინდა განბაჟებაზე, გინდა რეექსპორტზე, საერთოდ ცარიელი არის. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. მაგრამ პერსპექტივაში ეხლა მე ვერ ვხედავ ჯერ სანამ რომელიღაცა ბაზარი არ გააქტიურდება, რომ ამ რეექსპორტის მიმართულებას და იმ ციფრებს, როდესაც მე დაუბრუნდებით, ამ ციფრებს ვიყავით აქამდე გასულები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ეხლა უნდა ვეცადოთ რითეილი გავზარდოთ და რითეილი ხარჯზე ვიყოთ, თორემ მე იმ არც განვიხილავ და არც ვფიქრობ იმას, რომ როდესაც მე იმ ციფრებს დაუბრუნდებით, ციფრებს აქამდე იყო რეექსპორტზე. 2026 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ავტოექსპორტის სექტორში მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. ჯამურად წლის პირველ 4 თვეში ექსპორტირებულია 527 მილიონი დოლარის ღირებულების 20994 ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 29%-ით, ანუ 217 მილიონი დოლარით ნაკლებია. კლების უმთავრესი მიზეზი ცენტრალური აზიის ბაზრებზე, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის მკვეთრი შემცირებაა. ავტოიმპორტერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაგალითად ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს წილი გასულ წელთან შედარებით განახევდა. ყაზახეთმა და ყირგიზეთმა ალტერნატიული გზები გამონახეს და ჩინური ავტომობილების წილი მათ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა, რამაც ქართველი დილერების პროდუქციაზე მოთხოვნა შეამცირა. ამასთან მიუხედავად იმპორტის გაძვირებისა, ქვეყნის შიგნით ავტომობილებზე ფასები ჯერჯერობით არ გაზრდილა და უახლოეს თვეებში მიწოდების ზრდასთან ერთად შიდა ბაზარზე ავტომობილებზე ფასების კლებაა მოსალოდნელი. სექტემბრიდან კი მოლოდინია, რომ ავტომობილები დეფიციტური გახდება და ფასიც გაიზრდება. როდესაც ეს კანონი გამოცხადდა, ანუ ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის და ძალიან მცირე დრო მიეცა ბიზნესს დაახლოებით 1 თვის, ამ 1 თვის განმავლობაში ეს შესყიდვები გაორმაგდა. თუ ეს გასაყიდად გამზადებული ავტომობილია და გასაყიდად შემოყვავს, ანუ გულისხმობ დილერებისა, მაგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მიწოდების გაორმაგებას, მოთხოვნა არ იზრდება პირიქით, ხედავთ რომ მოთხოვნა არ იზრდება და ამ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების კლებას. საკმაოდ ცუდი პროგნოზი გვაქვს იმ კუთხით, რომ დარგში დასაქმებული ადამიანები კიდე ამ არსებული ზარალის გარდა კიდე უფრო მეტ ზარალს ნახავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ფასები შემცირდება, შეიძლება თვითგრებულებაზე უფრო დაბალ ფასშიც მოუწიოთ გაყიდვა. მოგვიწევს ფასების ალბათ დაკლება, სადღაც 3-4 თვის განმავლობაში და ალბათ სექტემბრამდე ეს მდგომარეობა გვექნება და მერე უკვე რასაც პროგნოზირებდით, ის სიტუაცია დადგება, რომ პირიქით დეფიციტური გახდება ავტომობილი და ფასების ზრდას ველოდებით. დარგობრივი ასოციაცია მოელის, რომ დარგის რეალური მდგომარეობა და რეგულაციების ნეგატიური გავლენის მასშტაბები ციფრებში დაახლოებით 2 თვეში უფრო ნათლად გამოჩნდება. თუ რა ხდება ამ ბაზარზე, დეტალებს რა თქმა უნდა ჩვენს შემაჯამებელ გამოშვებებში მოუყვებით მაყურებელს. მადლობა ელენე, ელენე გოგბერაშვილი იყო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Roots Europe 2026 იმართება, სადაც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების კომპანია TAV Georgia წარმოადგენს საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტის მმართველი და ინვესტორი კომპანია. აღნიშნულ ღონისძიებაზე შეპესეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთობლივი სტენდით არის წარმოდგენილი. რიმინიში იმყოფება TAV Georgia's გენერალური მენეჯერი თია ზაქარაძე, კომპანიის მარკეტინგის გუნდთან ერთად ფორუმის მიმდინარეობისას TAV Georgia's წარმომადგენლები
მიღების სხვადასხვა ავიაკომპანიასთან 20-მდე შეხვედრას გამართავენ. ჯორჯიას მიზანი არის ახალი ბაზრების და პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისების შეთავაზება გლობალური გამოწვევებისა და საწვავის გაძვირების ფონზე. ჯორჯია აქტიურად მუშაობს არსებული და ახალი პოტენციური პარტნიორების მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტული პირობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საავიაციო ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას. ამ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობს 100-ზე მეტი ავიაკომპანია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროპულ მომართულებებზე, ევროპულ ავიაკომპანიებთან გვაქვს შესაძლებლობა რომ გავმართოთ პირისპირ შეხვედრები. ამ ღონისძიების ფარგლებში გავმართეთ შეხვედრები როგორც არსებულ ავიაკომპანიებთან, რომლებთანაც ჩვენ უკვე გვაქვს ურთიერთობა და რომლებიც უკვე ოპერირებენ ჩვენს აეროპორტებში, ასევე იმ ახალ მოთამაშეებთან, რომლებიც აპირებენ უახლოესი წლების განმავლობაში და უახლოესი ესე ვთქვათ, მომავალში იფრინონ საქართველოს მიმართულებით. იმ კრიზისის ფონზე, რაც მსოფლიოში ავიაციას უდგას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის სიხშირეები, შევინარჩუნოთ ბაზარზე ის ავიაკომპანიები, რომელიც დღეს გვყავს. ამიტომ გავმართეთ, გქონდა ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი შეხვედრა, ბევრი საინტერესო შეხვედრა, საწვავის გაძვირების გამო ძალიან ბევრი ავიაკომპანია აუქმებს რეისებს, ძალიან ბევრი ავიაკომპანია ამცირებს სიხშირეებს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათთვის ძალიან კომფორტული, მოქნილი პირობები შევქმნათ და ისინი მოვიზიდოთ და დავტოვოთ, რომ გააგრძელონ ოპერირება ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი აეროპორტებიდან. ჯორჯიამ ავიაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვან ფორუმ რუთს იუროპზე, ასევე ესპანურ ავიაკომპანიებთან პირდაპირ რეისის დაწყებაზე მოლაპარაკებები გამართა. ჯორჯიას გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს წამყვან ესპანურ ავიაკომპანიებთან, ბოინგსა და იბერიასთან და ვინაიდან ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ესპანეთის მიმართულებით პირდაპირ რეისები არ სრულდება, აღნიშნული მიზნის მიღწევა კომპანიისთვის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. წინასწარი გეგმით მოლაპარაკებები 2027-2028 წლებისთვის ოპერირების დაწყებას ითვალისწინებს. ახალი პარტნიორების მოზიდვა პირდაპირ კავშირშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების გეგმასთან, რომლის მიხედვით ტერმინალმა 2028 წლისთვის 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეძლოს. გავმართეთ შეხვედრები ესპანურ ავიაკომპანიასთან, უელინგთან, ასევე იბერიასთან და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი 2027-28 წლებიდან შეძლებენ ისინი ოპერირების დაწყებას, იმიტომ რომ ესპანეთი პირდაპირ მიმართულება და პირდაპირ რეისი არ სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამიტომ ეს იყო ჩვენთვის ტოპ პრიორიტეტი, ესე ვთქვათ, ამ ღონისძიების ფარგლებში. ფინანსთა სამინისტრომ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხებზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ სამინისტრო განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება უძრავი ქონება საცხოვრებელ ბინად სახლად. გადაწყვეტილების თანახმად სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი ნომერი საცხოვრებელ ბინად და სახლად არ მიიჩნევა. შესაბამისად, ავტორულ კომპანიებში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად სასტუმროს ტიპის კომპლექსში მდებარე ნომრის გაყიდვის შემთხვევაში ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადის სახით 20%-ის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინის და სახლის რეალიზების შემთხვევაში ფიზიკური პირები 5%-იანი განაკვეთით იბეგრებიან, ხოლო კომერციული უძრავი ქონების რეალიზებისას 20%-იანი განაკვეთით. აღსანიშნავია, რომ იბეგრება ნამეტი შემოსავალი, ანუ სხვაობა ბინის თავდაპირველად შეძენილ და მისი გაყიდვის ფასს შორის. ამბობენ არის ის, რომ სასტუმროს ტიპის კომპლექსებში, როგორც არის ტურისტული საწარმოს სასტუმროს ტიპის კომპლექსები, არსებული ბინები, ისინი ამბობენ, რომ ეს არ ჩაითვლება ბინებად. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ბინები ზოგჯერ იყიდება არა ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსში, არამედ ეგრეთ წოდებული აპარტამენტების ტიპის შენობებში და თუ ეს აპარტამენტის ტიპის შენობები უზრუნველყოფილია სასტუმრო ინფრასტრუქტურით, ისინი არ თვლიან ამას ბინებად, რაც ნიშნავს რას? რომ სულ 2 წლის შემდეგ გაიყიდოს ესეთი აპარტამენტი ფიზიკური პირის მიმართ, ფიზიკური პირის მიერ
თუ ეს ბოლო 2 წელი გაყიდვამდე იქნებოდა გაქირავებული, ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული, უკვე შეღავათი აღარ ეკუთვნის ფიზიკურ პირს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემთხვევაში იქნება 20% და არა 5%. ვინაიდან ეს რომ ბინად ყოფილიყო განხილული აპარტამენტის ტიპის უძრავი ქონებები 2 წლის შემდეგ გაყიდვა უკვე საკმარისი იქნებოდა განთავისუფლებისთვის და გაქირავების ფაქტი არ იქნებოდა არაფრის გადამწყვეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში რახან ესენი არ თვლიან ამას ბინად, ეს ნიშნავს, რომ ყველა ესეთი ფართის მეპატრონემ უნდა იცოდეს, რომ თუნდაც 2 წლის შემდეგ გაიყიდოს, თუ ბოლო პერიოდში იქნებოდა გაქირავებული, მათ 20% მოუწევთ 5-ის მაგივრად. ასეთ იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელი ჩემოჯერებელი გამოშვება 19 საათზე, ანა ლაპიაშვილთან ერთად.